Christe ausgab. Christe ausgab. Christe ausgab. გილოცავთ დღევანდელ დღეს. რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა. ასე იგი ეკლესია ვერ ელება აღდგომის დღესასწაულს. იმდენად მნიშვნელოვანია და ყველაფერი ამაზეა დაფუძნებული ჩვენ რწმენაში, ჩვენს ეკლესიაში, ღვთისმსახურებაში, ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერი ამაზე აღდგომაზეა. აღდგომით დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება, აღდგომით მოხდა განახლება ადამიანისა და აღდგომა არის საფუძველი და დღესასწაული დღესასწაულთა და საფუძველი საფუძველისა ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და ჩვენი მარადიული ცხოვრებისა. ამიტომ დღევანდელ დღეს ეკლესია აწესებს განახლებას აღდგომის დღესასწაულის ახალ კვირას უწოდებს ამას და ყველა კვირა არის აღდგომის წორი მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ ვერ ელება. იმდენად მნიშვნელოვანია აღდგომა და ყველა დღე, ყველა კვირას ცდილობს, რომ ის სიხარული, რომელიც აღდგომის დღეს ქონდა ადამიანს და მხოლოდ ამ სიხარულს შეუძლია გამოგლიჯოს ადამიანი ცოდვას და დემონს და ყველა ეშმაკს გადაანაწილოს მთელი წლის განმავლობაში. მთელი წლის განმავლობაში მისცეს ადამიანს ყველაზე დიდი ნუგეში. შეხება ყველაზე დიდ ნუგეშთან. ეს არის ქრისტეს აღდგომასთან, მტრეთის აღდგომასთან. ყველაფრით განჟღენთილია ქრისტეს აღდგომით. სახარების განსაკუთრებით ბოლო ფურცლები 60 ქულო მთლიანად არის განჟღენთილი ამ აღდგომისეული სულით და ამ სიხარულით. ვინც კითხულობს ახლა 60 ქულოს მიხვდება ამას, რაზე ვლაპარაკობ ჩვენ. სულ ფიქრობდი, რომ რატო კითხულობდა დავით აღმაშენებელი მთელი წლის განმავლობაში ამბობენ, რომ 12 ჯერ კითხულობდა 60 ქულოს. სახარებასაც კითხულობდა ალბათ, მაგრამ 60 ქულოს კითხულობდა განსაკუთრებით. იმიტომ რომ 60 ქულოში არის განსაკუთრებით ეს აღდგომის სული არის განსაკუთრებით. იმიტომ რომ მოციქულები ყველაფერს აკეთებენ, წარმოიდგინეთ დადრგუნული შეშინელი მოციქულები უცებ ხდებიან ძლევამოსილები, რომლებიც უშიშრად ქადაგებენ სინოდრიონის წინაშე და უდიდეს სასწაულებს აღასრულებენ. უდიდეს სასწაულებს აღასრულებენ და შემდეგ მთელი ეს სასწაულმოქმედება აი ამ ახალი ეკლესიისა გრძელდება მთელ ქარიზმატულ პერიოდში და რა თქმა უნდა არ დასრულდება ვიდრე ეს სამყარო დასრულდება. ასეთი სულით არის გაჟღენთილი ღვთისმსახურება. იმიტომ რომ სიხარული რომ არ დაკარგულიყო ეკლესიამ ნახე რა გააკეთა, იმიტომ რომ არ დაზარებულიყო სხვა საუკუნეების მორწმუნეები, აიღოდა მთელი თავისი საუკეთესო შემოქმედება. ანუ ყველაზე იცით რომ ღვთისმსახურება არის უნიჭიერესი ადამიანების, განსაკუთრებული ჰიმნოგრაფების, განსაკუთრებული პოეტების, ფილოსოფოსების, მუსიკოსების მიერ შექმნილი. და მთელ ღვთისმსახურებაში სააღდგომო ღვთისმსახურება და აღდგომისადმი მიძღვნილი მუხლები არის განსაკუთრებული. ეს არის მწვერვალი პოეზიისა და ჰიმნოგრაფიისა და მუსიკისა. და ეს იმიტომ აკეთებს ამას, რომ წარმოიდგინეთ რამდენი საუკუნე გავიდა, რომ ადამიანს ჰქონდეს მიახლება, ვინც ყურადღებით უსმენს, მონაწილეობს ღვთისმსახურებაში, ის მიახლება ამ საიდუმლოებას, აღდგომის საიდუმლოებას. გონებით და გონება რა თქმა უნდა მსახურია რწმენისა და გონებით უნდა შევიმეცნოთ, მაგრამ მხოლოდ გონებით მიდგომით ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ, თუ რა საიდუმლოების წინაშე ვდგევართ. ამას შეიძლება მივახლოს სულით და სულის დღესასწაული არის ღვთისმსახურება. რა თქმა უნდა, აღდგომის დღესასწაულს ჩვენც ვგრძნობთ, იმიტომ რომ განსაკუთრებული იყო აღდგომის დღე შეუძლებელია შეადარო რომელიმე დღეს. ყველაზე დიდ დღესასწაულსაც ვერ შეადარებ, ისეთ იყო აღდგომის ღამე,
ცისკარი განსაკუთრებით აღდგომის ცისკარი. ვერაფერს ვერ შეადარებ ამას. და რა თქმა უნდა, ამაში არის უდიდესი სიხარული, ეკლესია უდიდეს სიხარულს, უდიდეს ძალას გადასცემს ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება არ არის სიხარული. ხომ? მხოლოდ არ არის მხოლოდ სიხარული. ცხოვრებაში ბევრი დაცემა, ბევრი ტყუილია, ბევრი ღალატია, ბევრი ეგოიზმია, ბევრი სავსარკვეთილება, უიმედობა და როგორ უნდა ზლიოს ადამიანმა ამას? როგორ უნდა შეინარჩუნოს? იმიტომ რომ ეკლესია მოგვიწოდებს, რომ ვერაფერმა ვერ დადგეს, ვერაფერი ვერ დადგეს, ამაზე უფრო მაღლა. რაც არის ღმერთში ცხოვრება. ვერაფერი ვერ დადგეს, ვერაფერმა ვერ უნდა დაჩრდილოს, როგორ უნდა მოახერხოს. და წმინდა იოსტინე პაპოვიჩი გვასწავლის, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოვიდა ამ ქვეყნად. ჩვენ გვავიწყდება, ეს მხოლოდ გონია რაღაცა ფრაზეოლოგია გონია, რომ ღმერთი განკაცდა, ჯვარს ეცვა, აღდგა და გვეუბნება, რომ ღმერთი მოვიდა ამ ქვეყნად და არა მხოლოდ მოვიდა, არამედ დარჩა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანაში ეკლესიის სახით. და მოვიდა ღმერთი ძლევამოსილი, ღმერთი დამხსნელი, ღმერთი შემოსრველი, ჭეთა ჯოჯოხეთისათა, ცოდვის გამანადგურებელი, სიკვდილის დამძრგუნველი ღმერთი მოვიდა. ღმერთი კაცთმოყვარე, ცოცხალი და პიროვნული ღმერთი. და ამიტომ აგრძელებს იოსტინე პაპოვიჩი, რომ ყველაზე დიდი სიბრძნე ქრისტიანის არის ის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც არ უნდა ხდებოდეს მის ცხოვრებაში, იყოს ამ ძლევამოსილი ღმერთისთან ახლოს. იმიტომ რომ თუ მასთან ერთად იქნება, მაშინ ვერანაირი ჭირი, ბოროტება, ვერანაირი ეშმაკი, ვერანაირი სიკვდილი ვერ გამოსტაცებს მას ღვთისხელიდან, ვერ გამოსტაცებს ასეთ სულს. ამიტომ გვეუბნებიან, რომ ამიტომ ქრისტიანის მთავარი ფილოსოფია, ქრისტიანის მთავარი დედააზრი არის ის, რომ ჩაეჭიდოს მხსნელს მთელი თავისი შეძლებით. ჩაეჭიდოს ლოცვით, ჩაეჭიდოს რწმენით, მარხვით, მოწყალებით, ჩაეჭიდოს სიმდაბლით, მოთფინებით, პატიებით, ჩაეჭიდოს წმინდა აღსარებაში მონაწილეობით, ჩაეჭიდოს წმინდა ზიარებით და თუ ამას გააკეთებს ადამიანი, თუ ის ყველაზე უფრო მეტად თავის ცხოვრებაში აი ამ მომენტს, ანუ ღმერთთან ერთობას, ღმერთთან ერთგულებას, ღმერთთან ჩაჭიდებას მოახერხებს, მაშინ როგორც ამბობენ წმინდა მამები, მის ფეხქვეშ დაედრგუნება ყველა ჭირი, ყველა ბოროტება, ყველა სისუსტე, ყველა სიკვდილი, ყველა ეშმაკი და ყველა ჯოჯოხეთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა მოგცეს რწმენა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რწმენა, რომელიც არის მამოძრავებელი ჩვენი სულიერი ცხოვრებისა.